მოგესალმებით, მეგობრებო, ვასრულებ მაცხოვრის ხელთ უქმნელ ხატს დამრჩა შუქები და წარწერები. კი ვთქვი ამას წინათ, რომ მცირე ისტორიას მოვყვებდი ხოლმე ყველა წმინდანის შესახებ. ამ შემთხვევაში უფლის შესახებ ორიოდი სიტყვა, ხელთ უქმნელი ხატი არის პირდაპირ ამ შეკვის გაგებით, რომ პირველი შეიქმნა, ანუ ყოველგვარი რაღაც საღებავების და ასე შემდეგ ჩარევით, უფალმა მიიდო სახეზე ტილო და ამ ტილოზე გამოვიდა გამოსახულება. შემდეგ ეს ტილო თავისი ისტორია აქვს, ამას მოთავს და ასე ვთქვათ, კეცზე, ორ კეცს შორის და ღამით გადმოვიდა მასზე გადმოცემით არის სხივი იყო, სულიწმინდის მადლის სავარაუდოდ და გამოისახა მეორე ხელთუქმნელი ხატი. ეს უკვე კეცის სახით. აღსანიშნავი ისაა, რომ ორივე ხატი იმყოფება საქართველოში. ერთის ადგილსამყოფელი უცნობია და გადმოცემით, როგორც ამბობენ, გამოცხადდება საჭირო დროს და თავის დროს. და მეორე კიდე პირველი ეს, რომელიც სახეზე მიიდო, უფალმა თბილისში ინახება მუზეუმში. მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ მეგობრებო არხი, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი ვიდეოები. წარმატებები ყველას, ღმერთი შეგვეწიოს ყველას.